ბედნიერი ხანა იწყება ჩვენი ბავშვებისთვის, იწყება სასკოლო არდადეგები და აი რა ემოციები გაქვს, რა გაგონდება და თუ ამ პერიოდიდან რა წამოყვა. ყველაფერი კარგი. საუკეთესო შთაბეჭდილებები, მოგონებები. როგორ ველოდებოდი რომ დაწყებულიყო არდადეგები და რა მალე სრულდება. კი ბატონო. ზაფხული, წიგნის კითხვის საუკეთესო დრო. ნახეთ როგორი ლამაზი წიგნები გვაქვს წარმოდგენილი, ხელნაკეთი წიგნები, რომელზეც მისი ავტორი განსაკუთრებულად ისაუბრებს. საბავშვო წერალი ქალბატონი ირმა მალაციძე, დღემშვიდობისა ირმა, მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ასეთი ლამაზი გარემო შექმნისთვის და მინდა რომ ყველაზე სათითაოდ ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი საუბრის ძირითადი თემა არის ის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ზაფხული, იმისთვის რომ ის ვაქციოთ ჯადოსნურად და რატომ არის ეს ზაფხული ესეთი ზღაპრული, როდესაც ბავშვებს ესე ვურჩევთ და მშობლებს მათ შორის როგორ უნდა წავაკითხოთ მათ წიგნები, რა წიგნები უნდა წავაკითხოთ და საერთოდ რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. როგორ ხდება ამ საოცარ ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეხლა საუბრობთ ამაზე, იმიტომ რომ დაიწყო არდადეგები, ყველასთვის საყვარელი დრო, ბავშვებისთვის კი ჩვენთვისაც. კი, შევლების. ხო და მეც ეხლა წერან ვიხსენებდით, როგორ ველოდით ხოლმე ეს მახსოვს დღეებს რომ ვითვლიდით, რომ დადგებოდა, მაშინ მახსოვს 25 მაისს ვითხოვდა. კი, მაშინ მახსოვს კარგად და ნუ ეს იყო ჩვენთვის ჯადოსნური. 28 მაისიდან უკვე მივგზავრებოდით ქალაქიდან. კიდე ეს იყო. მაგრამ მიქონდა ძალიან დიდი ჩანთა დახუძვლული წიგნები, ხო ესეა? იყო კითხვის დრო მაშინას და მაშინ უფრო მეტად კიდე ვიდრე ეხლა ძალიან ბევრი ესა გვაქვს საცდური აქვს ბავშვებს ამ გაჯეტების სახით და ძნელია რომ ჩვენ მშობლებმა უნდა ვიყოთ ჩაღოთ და ის საცდური უნდა გადავფაროთ უკვე წიგნებით და კი ამისათვის რა თქმა უნდა პრაქტიკული რჩევებიც მინდა რომ მშობლებს ირმა უბრალოდ სანამ დავიწყებთ საუბარს ერთი ასეთი კითხვა მაქვს ანუ იბადებიან ბავშვები ვისაც ასე თავშივე უყვარს ეს წიგნის კითხვა თუ უბრალოდ მშობელმა უნდა იცოდეს რაღაც გარკვეული ხრიკები რომ შეაყვაროს ეს არა საერთოდ აი ესე მე ვამბობ რომ ყველაფერს მაინც განსაზღვრავს გარემო და უფროსების ქცევა, მაგალითი, ხო ყოფილა ისტორიაში მაგალითები, რომ დაუშვათ ადამიანები გაზრდილან, თქვათ, უღრანტყეში სიტუაციაზე და მეტყველებაც არ ქონიათ. ხო, ფაქტია, ეს გარემო განსაზღვრავს ადამიანის ინტერესებს, მომავალს და ასე შემდეგ. ანუ თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კითხულობს, მასაც გაუჩნდება. არის უნარები, რომელიც შეიძლება ბუნებრივად ადამიანს როგორც ნიჭი ეძლევა, მაგრამ ყველაფერს მაინც განსაზღვრავს გარემო და ის, რასაც უფროსები ვაძლევთ, ვურჩევთ, სწორად ვექცევით. აი მე სულ ვამბობ ამას და ყოველთვის ჩემ მშობლებსაც, ანუ ჩემი მოსწავლეების მშობლებსაც ვთხოვ ხოლმე, რომ ბავშვი მიაჩვიეს წიგნის მაღაზიაში სიარულს და არჩევანი გააკეთებინეთ. ანუ არასდროს მშობელი არ აძლევს საშუალებას, რომ შეუშვას წიგნის მაღაზიაში და მოდი შენაირჩი. აი თუ თავიდანვე ვარს გეუბნება, მაშინ რას ვაკეთებთ? ბავშვი? პირიქით, ბავშვი ყოველთვის ირჩევს და მშობელი ყოველთვის ეწინააღმდეგება. მე ამას დავაკვირდი. წიგნის ფესტივალზე სადაც როგორც გამომცემელი გავდივარ ხოლმე და დახლის უკანა მხრიდან უყურებ სიტუაციას, სულ სხვა რაღაცას ვხედავ, იმიტომ რომ ყოველთვის ბავშვი ითხოვს ერთს და მშობელი მიათრევს ბავშვს, რომ არა ეს აი რა იზიდავს ბავშვს? ბავშვს იზიდავს პირველ რიგში ილუსტრაცია, რა თქმა უნდა. ეხლა რასაკვირველია სათაური, ყდა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნში როგორია ყდა და ყდის დიზაინი, იმიტომ რომ ეს არის პირველი შთაბეჭდილება, არა მხოლოდ ბავშვზე. ჩვენ ახლა ვკითხულობთ დაუშვათ უკანა ყდაზე ყოველთვის არის გამოტანილი პატარა იმას ვკითხულობ და მშობელი ვარჩევთ. უყურებთ კიდე ასაკობრივ ცენს, რომელიც უკვე ბევრ წიგნს აქვს. მაგრამ ბავშვისთვის პირველი არის ვიზუალური, ხო? ანუ როგორც კი რაღაცას დაიჭერს იმ ვიზუალში, აი ილუსტრაცია რაღაცას თვალს მოკრავს და მოეწონება, აუცილებლად შეიძლება ის მოითხოვოს და უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება, რომ თვითონ ერთხელ მაინც აირჩიოს წიგნი და შემდეგ დავეხმაროთ ამის წაკითხვა. აი აირჩია ბავშვმა წიგნი. დაიწყო წიგნის კითხვა, მაგრამ მშობელი ხვდება, რომ მისთვის ეს არც ისეთი საინტერესოა, აჯანჯლებს ხშირად არ კითხულობს. ვართ აბა მშობლები. უნდა მოახდინო ადაპტირება, რა თუ ცვლით წიგნს. არა, წიგნს არ ვცვლით, გააჩნია წიგნს, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია რომ ცოტა რთული გასაგები წიგნი, იმიტომ რომ დაბალ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფროსები დაეხმარონ. ამისათვის საჭიროა რომ მშობელმა ჯერ თვითონ წაიკითხოს ეს წიგნი და შემდეგ ბავშვთან ერთად ეს ცალკე უნდა წაიკითხოს, შემდეგ ბავშვთან ერთად უბრალოდ უამბოს, წიგნი ეჭიროს ხელში, მაგრამ ყვებოდეს ამას ძალიან ემოციურად, თითქოს კითხულობს, უნდა მიიღოს სახე რომ კითხულობს, მაგრამ სინამდვილეში ყვება. ახმოვანებს პერსონაჟებს, აქვს რაღაც ესეთი შეძახილები. თამაშობს ასე თვითონ თამაშობს ამ უნდა მოვთხოვოთ ბავშვს, როდესაც წიგნს წაიკითხავს, რომ შინაარსი მოგვიყვეს? ჩემი შვილის თუ მეკითხება, რომ წავიკითხა, უნდა მოგიყვე? აუცილებლად უნდა გააზრებაზე ვიმუშაოთ. ანუ კითხვები დაუსვათ, კი არ უნდა მოვაყოლოთ, აბა მითხარი რა არა. კითხვები
ჩვენ უნდა ვიცოდეთ პირველი ტექსტი და შემდეგ კითხვები თუნდა გადავამოწმოთ ბავშვს. ხო, პერსონაჟებზე შეიძლება ვესაუბროთ ბავშვს თვითონ უნდა განვიხილოთ. კითხოთ ამ პერსონაჟმა ის რატო იყო კარგი, ვაი ისაც წავიდა. ანუ კითხვები თუნდა გადავამოწმოთ ბავშვმა გაიაზრა თუ ვერა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის წაკითხulis გააზრება. ეს უკვე აჩვენა არაერთმა კვლევამ, ქართველ ბავშვებთან საშინელი სიტუაცია გვაქვს და ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა მშობელი უჩივის, ყველა პედაგოგი უჩივის, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი საგანი არის მიბმული იმაზე ბავშვმა გააზრებული კითხვა იცის თუ არ იცის. მშობლები მე სულ წერ ამას და სულ ვამბობ და ხანდახან ხისტათაც კი, იმიტომ რომ ყველა მშობელი ბავშვს დაატარებს, ესე წამი არ აქვს ბავშვებს მოცლა. ინგლისური ცურვა, ცეკვა, რა ვიცი, მათემატიკა და თუ სასწავლო პროცესი სრულდება 5-6 საათზე. გარდა იმისა, რომ წიგნზე ყითა მუშაობა ასწავლოს. ანუ თუ ბავშვმა წიგნის გააზრებული კითხვა არ ისწავლა, როგორ ისწავლის გეოგრაფიას, როგორ წაიკითხავს იგივე ფიზიკაში გაკვეთილს და გაიაზრებს. ანუ აქედან იწყება ნებისმიერი საგანში ბავშვს უბრალოდ რეალურად თავისუფალი დრო არჩება და თავისუფალი დრო მათი უფლებაა რეალურად. რასაკვირველია და ამიტომ ეხა ეს რატო წამოვიღე, მე არ წამოვიღე ჩვეულებრივი წიგნები, წამოვიღე ბავშვების გაკეთებული წიგნები, სხვადასხვა გამომცემლობის. ეს ყველა ხელნაკეთი წიგნი. ყველა ხელნაკეთია, რომელსაც გაკვეთილზე ვაკეთებთ ხოლმე ეროვნულ სასახლეში ჩემ მოსწავლეებთან ერთად, სადაც ვკითხულობთ, ვიაზრებთ, რა ვიცი, 1000 რაღაცას ვაკეთებთ და პლუს ვაკეთებთ ხელნაკეთ წიგნებს. აკეთებენ თავის წიგნებსაც, ანუ ტექსტებსაც წერთ და თვითონვე არიან ილუსტრატორები, დიზაინერები და ყველაფერი, მაგრამ ეს არის ასლები, ცნობილი წიგნების ასლები და რატო ეხლა? ჯერ ერთი იმიტომ რომ წიგნი შეიყვარონ როგორც ნივთი. მერე შეისწავლონ წიგნი რა არის, აგებულება წიგნის რა არის ყდა, რა არის ყუა, რა გვერდები როგორ არის, იქ აქვია ამას ფორზაცი რა არის, სატიტულო გვერდი რა არის, აქ რა მიდის ყდაზე რა უნდა დაეწეროს, რა ინფორმაცია მიდის სატიტულო გვერდზე დაუშვათ კოპირაიტის ნიშანი რომ არ და ISBN. ამითი ყოველთვის ბავშვი სხვა თემებზე გადაყავ უამრავ უნარს ავითარებს, იმიტომ რომ აი თუნდაც ISBN-ზე და კოპირაიტზე რომ ვესაუბრები ძალიან პატარებს. სხვათა შორის წლების წინ მე შემიკვეთეს სპეციალურად ზღაპრების საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ და 5 წიგნი გამოვიდა მაშინ G-Pride-ის პროექტის ფარგლებში და იმ ზღაპრებს ვიშველიებ ხოლმე რომ ბავშვებს ავუხსნა რა არის საავტორო უფლება. და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი რომ წიგნით ბავშვს აჩვენო რომ ესე იგი საავტორო უფლების დარღვევა არის ნებისმიერი თუნდაც სხვის როლში რომ ჩაიჭყიტები და გადმოიწერ დავალებას. ეგ უკვე საავტორო უფლების დარღვევაა და ინტელექტუალური შრომის ხელყოფაა და ძალიან უკვირთ ხოლმე, მაგრამ ძალიან ხალისობენ მე, იმიტომ რომ ესე იგი ხო არ შეიძლება სხვის ინტელექტუალური შრომა არის ისეთივე შრომა, როგორც რა ვიცი ხა რომ გავიდეთ და მობილური მოვპაროთ ვიღაცას. ასე ვუხსნი. მე ამ ზღაპრებს რომ გავდივართ, აი ეს 5 ზღაპარი რაც გვაქვს, ძალიან კარგი ტექსტები გამოვიდა სამუშაოდ. და ამაში უკვე ხედავენ თურმე აი რატო წერია ის რაღაცა წვრილი ასოები იმ ყდაზე, სატიტულო გვერდზე, თურმე აი რა საჭირო ყოფილა. იმიტომ ეს არის მისი პირადი ნომერი წიგნის და საბიბლიოთეკო ქსელში ამ ნომრით თუ მოძებნი, მხოლოდ ეს წიგნია მსოფლიოში, სხვა წიგნი არ იქნება, როგორც პირადობის მოწმობა გვაქვს ჩვენ და დაბადების მოწმობა, ისე ყველა წიგნს თავისი ნომერი აქვს. ამ დეტალებს ბავშვები სწავლობენ აი ესე თამაშით. ძალიან წვალობენ ხოლმე, ხანდახან არ გამოსდით, ვაიმე იწყებენ წუწუნს, რომ ვაიმე ამას ვერ ვაკეთებ და ჩემი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა რა შესწავლები. იცით რა კარგი პროცესია და ყოველთვის თან რაზე ვამახვილებ ყოველთვის ყურადღებას. ყველა ბავშვი ცდილობს, რომ ძალიან დამოუკიდებლები არ არიან ქართველი ბავშვები, რაც ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა, მშობლების. გაკვეთილის განმავლობაში, როცა აი მოფენილი გვაქვს ყველაფერი წინ, ხო? ყოველთვის ყველა ბავშვი მოდის ჩემთან, თქვა ცოტა შორს ვდგავარ, სადღაც მოდის, მას წითელი ფანქარი სად არის, მე კითხებ. აი მე რა ვიცი სად არის წითელი ფანქარი? მიდი აბა მოძებნე სად არის, გავუშვებ მოძებნეს, რა თქმა უნდა, იპოვეს. ეს მაინც ალბათ კომუნიკაცია სურთ თქვენთან და არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდების ბრალი, რომლებიც არ აჩვევენ ბავშვებს, რომ მათ დამოუკიდებლობას რომ თავისი პატარა პრობლემები. რატომ არ არის ცაში გაჩერებები? რა საინტერესო სახელწოდება. ეს არის თეატოფორიას წიგნიდან. სათქმილეთის ქვეყანა როგორია თავისი კამფეტი მეგონა ჯერ და კი რაგან წავიღეს კამფეტის. და ნამდვილი კამფეტებიც იყო მან მახსოვს. რამდენად მნიშვნელოვანია დასაწყისი? ანუ თავიდანვე უნდა მოეწონოს ბავშვს წიგნი რომ მოუნდეს და აი თქვა გაუჩნდეს სურვილი რომ ის ბოლომდე წაიკითხოს. პირველი გვერდი აი ავტორებმა იციან და რა მე ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ პირველი წინადადება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნში რომ ბავშვი ჩაითრიოს. თორე თუ პირველივე გვერდზე აი პირველი ნახევარ გვერდი არ მოეწონა
ამიტომ ძალიან ზედმეტი ჭარბსიტყვაობა არ უხდება საბავშვო წიგნს. სულ ვცდილობ, რომ იყოს ძალიან ჰაეროვანი, მსუბუქი, რომ ბავშვი არ დაიღალოს. და არ შეშინდეს. არ შეშინდეს. ბევრი გვერდების რაოდენობა. ბევრი ტექსტი არის ისეთი ხანდახან და გადატვირთვა უყვართ ხოლმე ავტორებს ბევრი ინფორმაცია რაღაც და ეს მხოლოდ ღლის ბავშვს და უკვე იმ სიმსუბუქეს აცლის და ბავშვი მერე აი მთავარს კარგავს, ხას კარგავს და ამიტომ თავარია იყოს ძალიან ესეთი ხაზი ექშენს რო ვეძახით ეს ანუ ამბავი რომელსაც აი დროაც ვაწერინებ ჩემ მოსწავლეებს ხოლმე ტექსტებს და პერსონაჟებს დაურიგებ და რაღაცა ისეთი იდეები მოსდით ნუ საოცრებას სრულიად და სხვათა შორის დიზაინსაც ისე აკეთებენ თვითონ ძალიან ლამაზე ვერც ვიფიქრებდი რომ ყველა ეს ხელნაკეთი იყო ეს ხა გასაგებია რომ ასლია მაგრამ თავის საკუთარ ტექსტს როცა აკეთებენ თვითონ არიან დიზაინერები და ისეთ საოცრებას საინტერესო უკაცრავად მისტერ და მისის კაქტუსებს ორი შვილი ყავდათ ეკლინა და სუსხია ძალიან საინტერესო ირმა რა გზავნილია აი რა გზავნეს უგზავნით თქვენ რა გზავნის ხო ეს ქუდები დამავიწყდა რატო წამოვიღე ხა მშობლებს სულ აინტერესებთ აი როგორ შევაყვაროთ აი ზაფხული დადგა წიგნები მოვიმარაგეთ ბევრი მშობელი ვიცი რომ წიგნებს ყიდულობს ემზადება ზაფხულისთვის მაგრამ როგორ წააკითხოს როგორ შეუქმნას მყუდრო გარემო როცა ბავშვი ხალ გარეთ უნდა რა თქმა უნდა ხო ეს მაგათაც მნიშვნელობა ხო გარემოს დიდი მნიშვნელობა რაღაცა დოზირებულად მაგალითად მე ვურჩევდი რომ მე მაქვს ესეთი მეთოდი მე მაქვს ჯადოსნური ქუდების კოლექცია და ეს რა ორი წამოვიყოლე მეგობრებმა იციან ჩუქნიან ხოლმე ეს ფოტოშორის მაჩუკა რობე მესხმა პოეტმა იმიტომ რომ იცოდა ჩემი გატაცება ამ ქუდებით და ძალიან ბევრი მაქვს სახში და ჩემ მოსწავლეებთან რას ვაკეთებ ყოველთვის ვეუბნები რომ იმისათვის რომ ჯადოსნური წიგნები წავიკითხოთ ან დავწეროთ ჩვენი ძალა როგორც მე ზღაპრების არის ქუდში ანუ როგორც კი ქუდს დავიხურავთ, იმ თვითონ ხდებით ჯადოკისა წერლები, სამოშენ წერლები, მე ზღაპრები, სწორად და ეს ამ ქუდში არის ჯადოსნური ცხოვრება, ჯადოსნური ზღაპრები და თავზე ვიხურავთ. თუ არა ისინი ჩვენთან თავში გადმოდიან და ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ დავწეროთ. ამათ დავახურავ ხოლმე ყველანაირი ქუდი მაქვს აი სხვადასხვა ფორმის, ზომის, უამრავი მაქვს. ჩვეულებრივი საზაფხულო შეიძლება. იმას როგორც კი თავზე დავახურავ ბავშვებს, მართლა გონიათ რომ უკვე მეზღაპ და მართლა იწყებენ მე წერას. აი ესეთი რაღაც ელემენტები უნდა ბატონო დღეიდან მე უნდა ვცადო ეს მეთოდი ხო სადეთ არა მარტო ქუდი არამედ შეიძლება რა ვიცი ის იყოს რა ვიცი კალამი ან რაღაცა აქსესუარი კიდევ ძალიან კარგი აი კარვების მოწყობა ხა ჩვენ ბავშვობაში ესეთი ისინი კი არა ეხლაც მოდულები მაგრამ იმის ქვეშ ვაკეთებდით ხოლმე მაგიდის ქვეშ ჩამოვაფარებით პლედებს და იქ შევდიოდით ბოჭოს ეს თამაში დღესაც უყვართ ვაფშე უყვართ კი და სანათები ლამაზი სანათები იყიდება სანათი რო დაუდგათ იქ მოუწყოთ საკითხავი ბარიშებით კი საკითხავი გარემო თუნდაც აი ტახტის ქვეშ, ძველებური ტახტები რო იყო, იმის ქვეშ გვიყვარდა ხოლმე შეძრობა. ეხლა აღარ არის. ჯადოქრებიო, ქუდებიო, აი რა ზღაპარია ეს არდადეგები და არსებობს თუ არა არდადეგებზე წასაკითხი სპეციალური წიგნების ნუსხა. ესე კონკრეტული წიგნების ჩამოთვლა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს უბრალოდ ბევრი. აი თაობათა შორის ხომ ეცხოვა. ჩვენ სხვა წიგნებს კითხულობდით მე და დათოვებსანი. ხო, რაღაცა საოცარი მე. ფაქტია რომ დღეს ეს წიგნები უკვე ნაკლებად საინტერესოა ბავშვებს. აი არ ძველდება, არის ძალიან ძველი დიდი ხნის ძველი ავტორები, თუნდაც აი თარგმანებში დღეს საუბრობთ ედით ნესბიტზე და რამდენი წლის წინ დაწერილი ტექსტებია და კითხულობ თითქოს აი მთელი არსებით ხარ აი ამ ასაკში წავიკითხე მე ედით ნესბიტი ჩვენ ბავშვობაში არ იყო ნათარგმნი მე არ მინახავს და საოცარი სამყარო ანუ არ ძველდება მერი პოპის რა დააძველებს ამ პეპის რა დააძველებს ხო ეს არის კლასიკა რომელიც რჩება მუდამ და არის დღემდე თქვენი საყვარელი წიგნი რომელი იყო აი ჩემი საყვარელი სხვათა შორის მე მაქვს ჩემი სამეული საბავშვო კი მყავს არჩილ სულაკაური და ვგიჟდები მის ჯადოსნურ კაბაზე და სულ ვურჩევ ბავშვებს ოღონდ ეგ არის რომ ახალი გამოცემა ჯერ არ არსებობს და იმედი მაქვს რომ დაბეჭდავენ და მაქვს ძველი წიგნი და იმითი ვკითხავ ხოლმე ბავშვებს არჩილ სულაკაური ნუ რა თქმა უნდა ასტრიდია ჩემი საყვარელი მწერალი და ჯანი როდარი ეს არის ნუ ტოპ სამეული და ქართულ წერილებში ძალიან ბევრი თანამედროვე ჩემი კოლეგები ვგიჟდები თამრი ფხაკაძეზე ვგიჟდები ლელა ცუცქირიძე ვასო გულეური მარიამ ციკლაური ჩემი მეგობრები გივიჩი ღვინა ძალიან ბევრი ვარ და ყველა წიგნი რა თქმა უნდა ვადევნებ თვალს და ვცდილობ რომ არ ჩამორჩე და მეც ვიკითხო რაც ახალი იწერება მაგრამ მშობლებს ვურჩევ რომ შევიდნენ წიგნის მაღაზიაში იქ არის არჩევანი ძალიან დიდი დააკვირდნენ წაიკითხონ უკან ანოტაციები დააკვირდნენ ასაკობრივ ცენს ბავშვს აჩვენონ ბავშვმაც უნდა მოიწონოს ხო
ან სათაურში შეიძლება რაღაც დაიჭიროს ესეთი რომ ანუ მივდივართ თეალომაძე გამომჩათ ერთად და მათთან ერთად წიგნები პირველ რიგში ბავშვებს არ უნდა შევაშინოთ ბავშვები, არ უნდა იყოს ძალიან სქელკანიანი წიგნი ალბათ, ხო? ასაკს გააჩნია. ხო, ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი არის დაბალასაკზე ძალიან ბევრი და ძალიან კარგი მცირე ტექსტიანი ნახატებიანი წიგნები, ეხლა ესეთი არჩევანია, რომ არ ვიცი, ნათარგმნის და ქართულიც ძალიან დაბალასაკზე. აი სკოლამდელი და პირველი კლასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნახატებიანი წიგნები, შემდეგ უკვე ნენელობით ტექსტი იზრდება და უკვე დამოუკიდებლად კითხვასაც იწყებს ბავშვი პირველი და მეორე კლასისკენ და ამაში უნდა დავეხმაროთ მშობლები აუცილებლად. აი ესე რომ მივცეთ წიგნი და გაუშვათ ეგრე არა. უნდა რა გზავნილი გაუშვათ ზაფხულში ახლა. გზავნილი რა, რომ გავატაროთ მხიარულად და საინტერესოდ ხო, რას თავარია, ვითამაშოთ და თან გქონდეს წიგნები და ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექსტები, კიდევ საინფორმაციო წიგნები, რაც მოიძიება ახლა ჩვენს ეს ვთქვათ წიგნის მაღაზი პროექტების ფარგლებში უფრო არის ხოლმე, ახლა მსხვილთაშორისო მე გავაკეთებინე ჩემოსწავლებს, აი მაგალითად ეს სერია საინფორმაციო წიგნების თბილისზე თითოეული ბავშვი თემები დაურიგე იყო თბილისის ძეგლები, თბილისის ხიდები, თბილისის სხვადასხვა უბნები, ძველი სახლები, იტალიური ეზოები და ყველამ გააკეთა სათითაო წიგნი ამ თემაზე და იყო არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ საინფორმაციო და ესეთი წიგნები შემეცნებით, იმ ჰერბარიუმი გამახსენდა. ჩვენ ბავშვობაში ყველას გვავალებდნენ რომ გავაკეთებინა ზაფხულის მანძილზე ჰერბარიუმი. რატომაც არა, ხო არ გამიგია. ხელნაკეთი ნივთები პლუს ჰერბარიუმი, მე მგონი ძალიან საინტერესოა. და სხვათა შორის აი ეს პროექტი, აი წელობანა ლელა ცუცქირიძის ეს წიგნი ეს ხელნაკეთია ცხადია ბავშვმა გაკეთა, მაგრამ დედანში არის ესეთი პროექტი, რომ არის მოცემული ნახატი და ერთი ფრაზა. და შემდეგ ბავშვმა უნდა დაასრულოს ამბავი და საოცარი ეს არის აი თქვათ ეს არის ძალიან სასაცილო და ხატული პუტკუნა ანგელოზი სულ ბალერინობაზე ოცნებობდა ესეთი პუტკუნა ანგელოზი და შემდეგ ბავშვმა უნდა გააგრძელოს ზღაპარი ანუ ამ ტიპის აქტივობები ჭირდებათ ბავშვებს რომ რაც შეიძლება თვითონ იფიქრონ ჩვენ ეხლა თანამედროვე პირობებში იმდენ ვიზუალს ვაძლევთ ბავშვებს და ისე ყველაფერს დაღეჭილს ვაძლევთ რომ ბავშვს აღარ დარჩა ის რომ თვითონ რა წარმოსახვა ქონდეს და წარმოიდგინოს არ ვაძლევთ ამის საშუალებას და იმათ აქვს მდიდარი წარმოსახვა რატო უკარგავთ ხო რა თქმა უნდა დავანებოთ თავი ამ ზამზარეულების მიცემას და თვითონ იმუშაონ გამოიგონონ თვითონ სათამაშოები სად გქონდა ამდენი სათამაშოები ვიგონებდით ჩვენი ხელით ვაკეთებით რასაკვირველია ეხლა რატომღაც გადაძეძვილი გვაქვს კარადები სათამაშოები და ბავშვებს თამაში აღარ უნდათ ეზარებათ ხო და ამიტომ რაღაცა უფრო ბუნებასთან ახლოს უფრო აი ვაჩხირკედელაოთ მე გავიზარდე ბიძაჩემის საამქროში დურგალი იყო და მთელი ბავშვობა ვაჭედებდი იმას რა ქვია ტაბურეტებს და რაღაცებს და ეს იყო ფიქრობ საუკეთესო განვითარება ბავშვის და არის დღემდე ესე რომ მშობლებმა მოუმარაგონ საჩხირკედელაო მასალები ჩაკუჩები ლურსმები აი ეს რაღაც მასალები დღეში თუნდაც 20 წუთი რომ მათთან ერთად გავაკეთოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ხوار გადავაჭარბე პირიქით ძალიან საინტერესო იყო და მე მჯერა რომ მშობლები გაითვალისწინებთ თქვენს რჩევებს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გადაცემა გრძელდება მადლობა ირმა თქვენ